გამარჯობა მეგობრებო, ამ გადაცემის დაწყება შოუის ტრაგედიას საუბრით მინდოდა, რადგან 3 აგვისტოს 3 წელი გავიდა შოუის ტრაგედიიდან, თუმცა მოდი დავიწყებ უკვე მესამე მთელი საქართველოს შაბნელებით, რადგან ესეც შოუიც, თელავიც, გზებზე ავარიებიც და ქალაქში მკვლობებიც ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია, რასაც ქართული ოცნების პოლიტიკა ჰქვია და ამ ყველაფერს უკან იკვეთება კორუფცია, არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი, ყველაფრის გასაღები მეგობრებო პოლიტიკაშია. პოლიტიკა არეგულირებს ყველაფერს, იმას თუ რას ჭამთ, რას ვერ შეჭამთ, როგორ ცხოვრობთ და სამწუხაროდ იმასაც თუ რატომ ვერ ცხოვრობთ. უკვე მესამედ გაიჩნია მთელ ქვეყანაში ელექტროენერგია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ დაგეგმილ ტესტებს ვატარებთ და ტესტირების ფარგლებში მოხდა ეგო. შეგახსენებთ, მესამე ტესტია უკვე და თუ ტესტირებას გადიოდა, ან დაგეგმილი იყო, ან მეტროს მემანქანე ვერ გააფრთხილეთ, ან თბილისის ზუგდიდის მატარებლის მემანქანე, ან საავტომობილები, ან ბოლო-ბოლო ტევ-იმედის და რუსთავის წამყვანები მაინც გაგეფრთხილებინათ. რა გამოდის, იცოდით და განზახარ გააფრთხილეთ არავინ? ისე კი, როდესაც ქვეყანა არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში იწყებს დახშობას, ნელ-ნელა ჩნდება ბრძარები. ზოგჯერ წყალი არა, ზოგჯერ შურქი, სადღაც რაღაც ისე არა, როგორც იყო. და რაღაც მომენტში ერთბაშად ჩამოიშლება ხოლმე. რამე განსაკუთრებული ნიშნები არ იქნება და სიკვდილის ანგელოზე არ გამოგვეცხადება ცეცხლოვანი ხმლით. არც სარტყელა გამოისახება ცაზე და არც კედელზე იქნება ალბათ რამე წარწერა. ნელ-ნელა ტესტირება ხდება, ყველგან ხდება, მე პოლიტიკაში არ ვერევი და პოლიტიკა არ მაინტერესებს. საუბარში ჩამოიშლება ქვეყანა. და შოუის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა 2023 წლის 3 აგვისტოს მასშტაბური მეწყერი და ღვარცოფი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. დამოუკიდებელი ექსპერტების და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შეფასებით სახელმწიფოს რეაგირება იყო დაგვიანებული. პრევენციული ზომები არასაკმარისი. რა ძირითადი შეცდომები და სისტემური პრობლემები გამოიკვეთა ტრაგედიის შემდეგ. პირველი, ადრეული გაფრთხილების სისტემის არარსებობა. გეოლოგები და გარემოს დამცველები ტრაგედიის შემდეგ მიუთითებდნენ, რომ შოვი და კონკრეტულად მდინარე ბუბასწყლის ხეობა ისტორიულად მეწყერსაიში ზონას წარმოადგენდა და საკურორტო ზონაში კოტეჯების და ინფრასტრუქტურის განვითარება ხდებოდა სათანადო კაპიტალური დამცავი ჯებირების და სივრცით დაგეგმარების წესების დაცვის გარეშე. არ არსებობდა ევაკუაციის გეგმები მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა მსგავსი სისტემების დანერგვის გეგმებზე, მათ შორის საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, შოუის ხეობაში და ქვეყნის ბევრ სხვა მაღალ რისკიან ზონაში არ ფუნქციონირებდა და დიდი ეჭვმეპარება დღემდე არ ფუნქციონირებს ალბათ ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემები. ექსპერტების და თავად გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური დასკვნითაც კი, ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნიდან 8 წუთში შევარდა შოუის კურორტის ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ ეს რამდენი დროა, საშუალო მომზადებელ ადამიანსაც კი ამ დროში დაახლოებით 1 კილომეტრის გარბენა შეუძლია. ახლა წარმოიდგინეთ რამხელა მანძილია 1 კილომეტრი მსგავსი შემთხვევების დროს. თუმცა 1-2 წუთიანი გაფრთხილება ადამიანებს მისცემდა შანსს გასულიყვნენ ღვარცოფის უშუალო გზიდან და გადაერჩინან სიცოცხლე. რამდენი ხალხი უნდა ჩაიხოცოს, რომ ერთფრენი სათადარიგო იყოს მთიან რეგიონში. ამ დრომდე გაურკვეველია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. რატომ დასჭირდა თუნდაც ძველ რუსულ ვერტმფრენებს ადგილზე ჩასასვლელად 3 საათზე მეტი. სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის პირველი ვერტმფრენი. მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ დაღამებისთანავე კრიტიკულ და ყველაზე მნიშვნელოვან პირველ ღამეს საჰაერო სამმართველო ოპერაცია შეჩერდა, რადგან ვერტმფრენებს არ გააჩნდათ ღამის სხედვის სისტემები. თბოვიზორების არარსებობა მიუხედავად იმისა, რომ თბოვიზორიანი დრონი სწორედ ასეთ დროს სიგნალეში ტალახში ჩარჩენილი ადამიანების სხეულის ტემპერატურის დაფიქსირებისთვის არის ყველაზე კრიტიკული. სახელმწიფოს პირველ ღამეს არც დრონები გააჩნდა, არც ვერტმფრენს გააჩნდა რამე მსგავსი აღჭურვილობა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ცნობით პირველად მხოლოდ 4 აგვისტოს ჩაერთნენ თბოვიზორიანი დრონები. პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები და კერძო პირები სთავაზობდნენ სახელმწიფოს საკუთარი თბოვიზორიანი დრონების გამოყენებას. მაშველები სტიქიის ზონაში მუშაობდნენ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, დაღამების შემდეგ მხოლოდ ხელის ფანრებით, რაც ტალახის უზარმაზარი მასისა და სიბნელის გამო პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა პირველ ღამეს გადარჩენილების ძებნას. გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს არ ჰყავდა საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სპეციალიზირებული და თანამედროვე აღჭურვილი სამაშველო ავიაცია. სტიქიის მოხდენიდან პირველ საათებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის რეგიონის გუბერნატორი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მედიასთან აცხადებდნენ, რომ სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ადამიანებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია, თუმცა ოფიციალურად მსხვერპლი არ ფიქსირდებოდა.
ხელისუფლება დებულებას რომ მსხვერპლი არ იყო და გარდაცვლილები არ ფიქსირდებოდნენ, ავრცელებდა სტიქიიდან დაახლოებით 5-6 საათის განმავლობაში. ხელისუფლების დაგვიანებული რეაგირება. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომლის უწყებასაც უშუალოდ ევალებოდა სამაშველო ოპერაციების მართვა, სტიქიის ზონაში მხოლოდ 10 დღის შემდეგ გამოჩნდა, 13 აგვისტოს და მედიასთან პირველი კომენტარიც სწორედ ამ დღეს გააკეთა. მაგრამ 2026 წლის 3 აგვისტოს ირაკლი კობახიძე 3 წლის მერე გამოდის და აცხადებს, რომ თურმე მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული. შესაბამისი მინისტრი ადამიანი, რომელიც საც ყველაზე მეტად ევალებოდა მობილიზება. აი ეს მინისტრი ჩავიდა სტიქიის ზონაში მე-10 დღეს და თქვენ ახლა ჩვენ გველაპარაკებით რაღაც მობილიზებაზე, ხო? და დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. სისხლისამართლებელი პასუხისმგებლობა, ან რამე პასუხისმგებლობა, არც ერთი მოხელის თუ კერძო პირის რამე პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. არც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, არც ერთ მაღალ ჩინოსანს ამ ტრაგედიისთვის პასუხი არ უგია, თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს პასუხისმგებლობა არ ყოფილა არც სისხლისამართლებელი, არც ადმინისტრაციული, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი ამ ტრაგედიაზე არავინ აიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაავიწყდა მათ უარა ეწოდებინა ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც იკითხეს, სად იყო შეპირებული ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი სამაშველო ვერტმფრენები. და გადაცემის ბოლოს აუცილებლად მინდა მოგიყვეთ, თუ როგორ ახლოს შეიძლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული პოლიტიკა, სიტყვის თავისუფლება და ბუნებრივი მოვლენების და დიდი ტრაგედიების აცილება. დიპლომატად ყოფნისას მქონდა შესაძლებლობა პერუში ყოფილიყავი და იქ აღმოაჩინე ეს ამბავი. პერუს კორდილიერებში არის ნაქალაქარი იუნგაი, ქვია იუნგაი ciudad sepulturado, დამარხული ქალაქი. იუნგაი თავის დროზე აყვავებული ქალაქი იყო ანკაშის რეგიონში და მდებარეობდა პერუს უმაღლესი მწვერვალის უასკარანის მთის ძირში. 1970 წლის 31 მაისს პერუში 8-ბალიანი მიწისძვრა ლამის მოხდა, ბიძგებმა უასკარანის ჩრდილოეთ ფერდობზე კლდის და მყინვარის ყინულის უზარმაზარი მასა, ლამის კილომეტრიანი მასა ჩამოშალა და რამდენიმე წამში დაახლოებით 80 მილიონი კუბური მეტრი ყინული და თოვლი საშინელი სისწრაფით დაიძრა ქალაქისკენ და 3 წუთში ქალაქი გაანადგურა. 25,000 ადამიანზე მეტი დაიღუპა ტრაგედიის დროს, მაგრამ ტრაგედიის პირველი ნაწილი 1962 წელს დაიწყო, როდესაც ორი ამერიკელი მთამსვლელი და მკვლევარი, დევიდ ბერნეისი და ჩარლზ სოიერი იკვლევდნენ უასკარანის მთას და შენიშნეს, რომ უზარმაზარი ვერტიკალური კლდის ფილა, რომელიც ნაწილობრივ იყო მყინვარის ყინულით შეკავებული, უკვე დაბზარული იყო და ძლიერ ბიზგისას შეიძლება დაძრული იყო და ზვავს იუნგაიმდეს მიაღწია. და ამის შესახებ გამოქვეყნდა სტატიაც პერუს გაზეთში, ესპრესოში და ამ სტატიამ გამოიწვია განგაში თავდაპირველად. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი გამოეკვლია, გულთან ახლოს მიეტანა, იცით რა ქნეს? გამოძიების ნაცვლად პერუს ხელისუფლებამ საჯაროდ უარყო რამე საფრთხის არსებობა და თავად ამერიკელ მკვლევარებს კი აგენტობაში დასცეს ბრალი, ციხით დაემუქრენ და აიძულეს, რომ პერუ დაეტოვებინათ. შედეგად არ მოხდა ქალაქის ევაკუაცია, არ შეიქმნა მონიტორინგის პროგრამა, გაგრძელდა ყოველდღიური ცხოვრება. 8 წლის შემდეგ კი 1970 წელს ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ბერნეისმა და სოიერმა დაწერეს. ამაბით მინდა გითხრათ ის, რაც ხშირად მithქვამ, შეიძლება მომბეზრებლად ხშირადაც კი, რომ სიტყვის თავისუფლებას შეუძლია სიცოცხლეები იხსნას, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ხალხს და კრიტიკას უსმენს და არ დევნის და ყველაზე მთავარი, ყველაფერი პოლიტიკაა ხალხნო და ყოველთვის დაინტერესდით და გაინტერესებდეთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, რომელშიც ცხოვრობთ. რადგან სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს როგორ ვიცხოვრებთ თქვენს და თქვენთვის საყვარელი ადამიანებიც.